დღეს თქვენთან ერთად მოვამზადებ ნამცხვარ ზღაპარს. ზღაპრული გემოთი. 1 ლიტრ რძეში დავამატოთ 200 გრამი შაქარი, 150 გრამი ფქვილი. გავთქვიფოთ. გადავიტანოთ სქელძირიან ქვაბში. დავდგათ ქურაზე და მოვადუღოთ კრემი. გამუდმებით უნდა ურიოთ. კრემი რომ შესქელდება, ურიოთ შეუჩერებლად და დავშუშოთ 2-3 წუთის განმავლობაში დაბალ ტემპერატურაზე. გადავიტანოთ სხვა ჯამში. ზემოდან დავაფაროთ სამზარეულოს ცელოფანი, რომ არ მოუხმეს პირი. ისე რომ უნდა ეხებოდეს კრემს. ცომისთვის დაგჭირდება 220 გრამი შაქარი, 150 გრამი კარაქი, 4 სუფრის კოვზი თაფლი, ციკვი მარილი, შაქარი რომ დადნება, დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი სოდა. გადმოვდგათ ცეცხლიდან. გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში. ცოტა რომ გაგრილდება, დავუმატოთ კვერცხი. სამ სუფრის კოვს კაკაოს დავუმატოთ 650 გრამი ფქვილი. ნახევარი ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი. ცომი შევფუთოთ და შევდგათ მაცივარში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. 400 გრამი კარაქი ავთქვიფოთ. 10 ქვეფილ კარაქს შევათქვიფოთ გაციებული ფაფა. მზა კრემს დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი კონიაკი. ცომი გავყოთ 5 ნაწილად, თითო გუნდა იწონის 285 გრამს. ცოტა ფქვილი. დავჭყილდოთ ცომი. წავიღოთ გამოსაცხობად. გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში. აცხოთ ზედაქვედა წვა 170 გრადუსზე. გამოცხობა სჭირდება 5-7 წუთი. გამოცხვა ფირფიტები, ეხლა ჩამოვაჭრათ გვერდები. ჩამონაჭრები დავშვკნათ. გადავანაწილოთ კრემი ფირფიტებზე. მეორე ფენა, ისევ კრემი. ზემოდან მოვაყაროთ ნაფშვენები. გემშვიდობებით მომავალ გემრიელ რეცეპტამდე. არ დაგავიწყეთ ჩემი არხის გამოწერა.